დღეს პოლიტიკური პატიმარის გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბოლო ერთი წელი ვუვლიდი ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტს, რისი საშუალებაც არ მომეცა, ხოლო დედას არ მიეცა საკუთარ შვილთან გამოთხოვების შესაძლებლობა. ასე მიმართა დღეს სასამართლოს ექიმმა რეანიმატოლოგმა გიორგი ახობაძემ, რომელიც მეორე თვეა პოლიტიკური პატიმარია და რომელსაც ოლიგარქის პროკურატურა ნარკოდანაშაულს ედავება. ახობაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და ყვება როგორ ჩაუდეს მას ნარკოტიკული საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. ახობაძე დარბევის დროს სამედიცინო დახმარებას უწევდა მოქალაქეებს და ასევე ყოველთვის ღიად გამოხატავდა საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას და ევროპული კურსის მხარდაჭერას. მისი თქმით, სწორედ სამოქალაქო აქტივიზმის გამო ჩაირთო მის წინააღმდეგ რეპრესიული მანქანა. ირაკლი ბახტაძე მოგვიყვება მეც დღევანდელი სასამართლო პროცესის შესახებ, რომელმაც ექიმი გიორგი ახობაძე კვლავაც ამ სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გთვლით მკვლევად, თქვენი უგზნობი გადაწყვეტილების გამო არ მომეცა შესაძლებლობა მიმეხედა დედისთვის. სწორედ ამ სიტყვით მიმართა პატიმრობაში მყოფმა ექიმმა გიორგი ახობაძემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელს და პრინციპში ახობაძე დღეს ხდომათა დარბაზში ამტკიცებდა იმას, რომ საქართველოს პროკურატურამ დანამდვილებით იცოდა, რომ მის დედას სჭირდებოდა დახმარება და ერთადერთი მომვლელი, ვინც ყავდა საქართველოს პროკურატურას გამოგონილი ბრალდებით პატიმრობაში. დღეს პატიმრობაში მყოფი ექიმის სიტყვა ნამდვილად იყო ემოციური და მისი სიტყვა ეხებოდა როგორც პროკურორს, ასევე საქალაქო სასამართლოს იმ მოსამართლეს, რომელმაც არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა წინა პროცესზე, როდესაც გიორგი ახობაძემ მიმართა როგორც პროკურორს, ასევე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, რომ მის დედას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება და ის იყო ერთადერთი მომვლელი ოჯახში და შესაბამისად დაცვის მხარე ითხოვდა აღკვეთი ღონისძიების სახის გადასინჯვას და პატიმრობის მოხსნას, თუმცა არ გაიზიარა ეს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ და სწორედ ექიმის პატიმრობის დროს გარდაიცვალა დედა. შესაბამისად დღეს პირველად მოუწია გიორგი ახობაძეს პროკურორთან შეხვედრა და ნამდვილად ვრცელი და ემოციური იყო ექიმის მიმართვა საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის მისამართით. ის ეუბნებოდა პროკურორს, რომ სწორედ მისი გადაწყვეტილებით მოხდა ის სავალალო შედეგი, რომელიც დადგა და მას მხოლოდ რამდენიმე წუთით მიეცა შესაძლებლობა პენიტენციური დაწესებულებიდან საცხოვრებელ სახლში მისულიყო დედის გასვენებაში, თუმცა ის ამტკიცებდა იმას, რომ არა ეს გულუბრყვილო გადაწყვეტილება და ის რაც რეალურად საქართველოს პროკურატურა მის წინააღმდეგ შეთხზა, სავარაუდოდ დედამისი დღეს ცოცხალი იქნებოდა. საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის მანძილზე გამოვიდა. არც ერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს ცდება გარეთ და შეიძლება ზოგ შემთხვევაში ჩემმა კოლეგებმა წყლის ნაკვათ შემიფასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადგიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ 40 წუთის მაგივრად 2 საათში შევწვიდე, 2 საათი არ შევწვიდე მათი დახმარება, გადაუდებელია ურთულოს რეანიმაცია. ეს იგი კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დადგიან. თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო საერთოდ უგრძნობი გადაწყვეტილებით, როცა შეგეძლოთ ეს ყველაფერი სხვანაირადაც მიგებოთ, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე დამიჯები გადამედგა, რომელიც თითოეულ ჩემ პაციენტსაც მიღებულ და ამიერიდანაც იქნება. თქვენ არ მიეცით ქართულ დედას იმის საშუალება, რომ თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდი. და მე მინდა გითხრათ, თქვენ ახალ გოგობეჭეშვილო, თქვენ დედა ხარ. და მინდა რომ გითხრათ, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობას უსურვოთ მას. მინდა მიხვიდეთ და გითხრათ დედას, რომ აი ესეთი კაცი რაც მე აქ გამგები ვაყარებ, როგორ შეაფასებდა ამ კაცს, როგორც პიროვნებას. რაც შეეხება ამ პროცესის სამართლებრივ საფუძვლებს, რასაკურველია ბრალდებულმა ექიმმა დღეს ვრცელი სიტყვით ისარგებლა მან მიმართა როგორც პროკურორს, ასევე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს და დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ექიმი ისევ პატიმრობაში დატოვა. გიორგი ახობაძე დღეს ამტკიცებდა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, მაშინ როდესაც სამართალდამცველებმა ის გარეთ დააკავეს. ის ამტკიცებს, რომ
შხრეკა მის წინააღმდეგ და მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა სრულიად უსაფუძვლო და კანონის დარღვევით და მეტიც ის ამტკიცებს, რომ დნმ-ის ანალიზების აღება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ძალის გამოყენებით მოხდა, თუმცა ამტკიცებულებებისა და იმ აღიარების მიუხედავად, რაზეც საუბრობდა რეალურად ბრალდებული ექიმი, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ახალგაზრდა ექიმი ისევ პატიმრობაში დატოვა. როგორც სანაპიროზე, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, ჩემი ნების წინააღმდეგ აღებული იქნა ჩემი ჯერ პირისგან და შემდგომ იგლის ფოსოდან ბიოლოგიური მასალა და ამას ნებისმიერი სამედიცინო ექსპერტი იქნება თუ ნებისმიერი ექიმი, რომელსაც ელემენტარულ დონეზე მაინც ესმის ბიოლოგია და როგორ ხდება დნმ-ის მასალის აღება ადამიანიდან და როგორ არის შესაძლებელი მის გადატანა ნებისმიერ ნივთზე, ზუსტად იგივე წარმატებით ამხანაგმა გოგიჯიშვილმა შეიძლება დამაბრალოს უკრაინაში ომის წამოწყება. წინა სასამართლოს ხდომიდან უკვე პროცესი გადადის არსებით განხილვაზე, უკვე დაცვის მხარე და ბრალდების მხარე წარადგენენ შესაბამის მტკიცებულებებს და შემდეგ პროცესზე უკვე მოხდება ამ მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს უკვე მოსამართლემ მტკიცებულებების დაშვების, არ დაშვების საკითხზე იმსჯელა, ძირითად შემთხვევაში პროკურატურის ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც მათ ჰქონდათ მოპოვებული დასაშვებად ცნო, თუმცა ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ არ არსებობს არანაირი სახის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ექიმის მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის მბრალეულობას.